მოგესალმებით პირველ რიგში. ამ ვიდეოს წერ იმ ადამიანებისთვის, ვინც პირადად არ მიცნობს, მაგრამ კარგად აფასებს დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში შექმნილ საკმაოდ მძიმე ვითარებას და შესაბამისად შესაძლებელი არის, რომ ჩემი მოკავშირე გახდეს. მე არ ვისაუბრებ ახლა ჩემს საკმაოდ დატვირთულ საქმიან წარსულზე, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ვარ რიგითი მოქალაქე, კესო დეკანოსიძე და დღესდღეობით მე ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური და ოლიგარქიული მმართველობა და გამტკიცდეს დემოკრატიული წესწყობილება. ამისთვის მე ხა არა ვარ პოლიტიკოსი, პოლიტიკა როგორც საქმიანობა საერთოდ არ არის ჩემი ინტერესის საგანი, ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ აქ გაძლიერდეს დემოკრატიული წესწყობილება. ამიტომ მე ხა ვგეგმავ კამპანიას ბიძინა წადი. საქმე ვისაც უკეთებია, კარგად იცის, რომ ნებისმიერი კამპანიის განხორციელებას სჭირდება მრავალმხრივი რესურსები. ეს რესურსები არის როგორც ადამიანური, საჭირო, ასევე მატერიალურ-ტექნიკური, ასევე ფინანსური. მე ჩემი მხრიდან ამ პროცესში ვდებ პირობას, რომ არ ნახავ ფინანსურ სარგებლობას არც ერთ თეთრს და პირიქით, თუ კი რამე შემიძლია, ჩემს თავს მოვახმარ მაქსიმალურად აი ამ საქმის განხორციელებას და მივიყვან ბოლომდე. მოვემსახურები ბოლომდე აი იმ პროცესს, რასაც გვიქვთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გამტკიცება. ეხლა რაც შეეხება კამპანიას ბიძინა წადი. ვისაც კარგად გესმით, რომ მმართველობის ის ფორმა, რაც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არის დამღუპველი როგორც ჩვენი სახელმწიფოსთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისთვის. აი ვისაც ეს კარგად გესმით, თქვენ მოგიწოდებთ, რომ მიიღეთ ამ პროცესში მონაწილეობა და აი ნაბიჯით ღია დაუპირისპირდით ოლიგარქი ივანიშვილის დანაშაულებრივ მმართველობას. მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს ახლა გეოპოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებულ უმძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ამაზე საუბრობენ საკმაოდ ბევრ პოლიტიკოსებიც, ექსპერტებიც და ასე შემდეგ. მე ახლა ვსაუბრობ მხოლოდ ერთ საკითხზე. მე უნდა ვგეგმავ ახლა, რომ განახორციელო კამპანია ბიძინა წადი. ამიტომ საჭირო არის ჩართულობა სხვადასხვა ჯგუფების და აი ამისთვის წერ ამ ვიდეოს, რომ ვინც შეიძლება ჩემთან დაეჭიროს საქმე, იცოდეს ვინ ვარ მე, კესო დეკანოსიძე, რას ვგეგმავ და რატომ ვაკეთებ. და ასე რომ ვისაც კარგად გესმით დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით ჩუმად, გულში ნუ იფიქრებთ, ღიად დაუპირისპირდით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივ მმართველობას და მიიღეთ ამ პროცესში მონაწილეობა იმ ხარისხით, როგორც შეგიძლიათ და როგორც საჭიროდ ჩათვლით, რა თქმა უნდა. და ბოლოს მინდა შეგახსენოთ, რაც ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ალბათ მაინც ყველას გვჭირდება შეხსენება, რომ სიმართლე და სიკეთე აუცილებლად დაამარცხებს სიცრუეს და ბოროტებას. ეს არის ეჭვ გარეშე. თუ კი ვინმე დღეს არის გაჩუმებული და თავს იკავებს რაღაცა მოქმედებისგან, ამის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ადამიანებს აქვთ შიში, რომ ვერ დაამარცხებენ ამ ბოროტებას და ივანიშვილისგან იქნება მრავალმხრივი ზეწოლა და არ ჩამოთვლი ახლა რა საშიშროებები არსებობს მისი მხრიდან. მაგრამ თქვენ თუ გჯერათ საკუთარი თავის, აფასებთ საკუთარ თავს, საკუთარი შესაძლებლობების გჯერათ, თქვენ თუ ბიზნესმენი ხართ, რომელსაც რეალური ბიზნესი უკეთებია და რეალურ კონკურენციაში ყოველთვის წინ იყავით. თქვენ თუ რიგითი ადამიანი ხართ, რომელიც ყოველთვის წარმატებული იყავით თქვენს სწავლაში, თქვენს საქმეში და ასე შემდეგ და თქვენ თუ აფასებთ საკუთარ თავს, პატივცემთ საკუთარ თავს, თქვენ არ გინდათ ცხოვრება ისეთ საქართველოში, სადაც არის ადამიანების ჩაგვრა, სადაც არის სამსახური ჩაწყობით, სადაც არის ბიზნესის წარმატება ჩაწყობით, ანუ ბიძინასთან უნდა დავლაგდეთ, ესე იგი რომ ჩვენ საქართველოში ნორმალურად ვიცხოვროთ, აი ეს ვისაც არ მოგწონთ, ვინც ხართ წესიერი ადამიანი და გინდათ წესიერ, მოწესრიგებულ და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც კანონის უზენაესობა არის მთავარი და არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, აი თქვენ მოგიწოდებთ, თქვენ მოგმართავთ, თქვენ გეხებათ ეს. თქვენ უნდა აიმაღლოთ ხმა და უნდა გადადგათ ნაბიჯი და უნდა იმოქმედოთ. ჩემი პირადად ამ შემთხვევაში არის აი ეს მოწოდება, რომ აი პროექტის ფარგლებში ბიძინა წადი, გავაკეთოთ ყველამ ერთად, ვისაც რა შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი წვლილი და არ დაგვავიწყდეს. სიმართლე და სიკეთე ამარცხებს სიცრუეს და ბოროტებას. ეხლა მხოლოდ დარჩა, რომ მართალი ადამიანების გამბედაობა განხორციელდეს. აბა კარგად, იმედი მაქვს, ბევრ წესიერ და ძლიერ ადამიანს შევხვდები
და ერთად გავაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ქვია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი და არალეგიტიმური მმართველობის დასრულება.